57 ამოცანა. ოთახის მოცულობა 50 კუბური მეტრია. ზამთარში ოთახში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუს ცელსიუსია. ზაფხულში კი 40 გრადუს ცელსიუსი. იპოვეთ ოთახში არსებული ჰაერის მასების სხვაობა ზამთარსა და ზაფხულში. ატმოსფერული წნევა კი ნორმალურია. ჩავწეროთ მოცულობა V არის 50 კუბური მეტრი. T პირველი ზამთარში ტემპერატურა 0 გრადუს ცელსიუსია, ზაფხულში T2 არის 40 გრადუს ცელსიუსი. წნევა ატმოსფერული წნევის ტოლი არის. P0-ის ტოლია და ეს არის 10-ის მეხუთე ხარისხად ნიუტონი გაყოფილი მეტრ კვადრატზე. უნდა ვიპოვოთ მასათა სხვაობა ΔM, რომელიც არის მასა ზამთარში, ამას გამოკლებული მასა ზაფხულში. ჩავწეროთ მენდელეევ-კლაპეტონის განტოლება, PV არის M μ-ზე RT, აქედან M არის PV გამრავლებული μ-ზე შეფარდებული RT და ეს ჩავწეროთ ერთხელ ზამთრის პირობებისათვის, M1 არის P0V μ შეფარდებული RT პირველი, მეორე შემთხვევაში ზაფხულის პირობებისათვის P0V μ შეფარდებული RT2 და ეს ΔM-ის სხვაობა ზამთარსა და ზაფხულს შორის იქნება M1 მინუს M2, ანუ ეს იქნება P0V გამრავლებული μ-ზე შეფარდებული R-ზე 1 შეფარდებული T1 მინუს 1 შეფარდებული T2-ზე. T1 და T2 გადასაყვანი არის კელვინის სკალაზე 273 კელვინია ეს ზამთარში, ზაფხულში T2 არის 40 პლუს 273, ეს არის 313 გრადუს კელვინი. ხო, და μ რასაც შეეხება ჰაერის მოლურ მასას, ეს არის 29 მინუს 3 ხარისხად კილოგრამი მოლზე. კარგით, 3-ის 58 ამოცანა. ბალონში მოთავსებული აირის ტემპერატურა 27 გრადუს ცელსიუსია. წნევა კი 40 ატმოსფერო. იპოვეთ წნევა თუ ბალონიდან აირის რაოდენობის ნახევრის გამოშვების შემდეგ ტემპერატურა 12 გრადუს ცელსიუსამდე დაიწევს. მოკლედ, საწყის ტემპერატურა T1 არის 27 გრადუს ცელსიუსი, წნევა P0-ანი, P პირველი უბრალოდ P პირველი წნევა არის 40 ატმოსფერო. ხო, საბოლოო ტემპერატურა T2 არის ესე იგი 12 გრადუს ცელსიუსი და მოცულობა უცვლელი არის. ნახევარი მასისა გამოვიდა, ესე იგი M2 არის M პირველის ნახევარი. და ჩვენ უნდა გავიგოთ წნევა აი ამ რაოდენობა მასის გამოშვების შემდეგ. P2 არის კითხვის ნიშანი. ჩავწეროთ კლაპეტონ-მენდელეევის განტოლება აირის ორი მდგომარეობისთვის. P1V არის M1 μ RT1, P2V არის M2 μ RT2, შევაფარდოთ ერთმანეთზე, მექნება P პირველი P2-ზე, აქ V-ები გაიკვეცება, μ-ები გაიკვეცება, R-ები გაიკვეცება, იქნება M1 T1 შეფარდებული M2 T2-ზე. ესე იგი M1 T1, M2 არის M1-ის ნახევარი, ეს ნახევარი ზევითავა T2-ზე. მასები გაიკვეცება 2-ჯერ T1 T2-ზე. ამიტომ P2 იქნება P1 გამრავლებული T2 გაყოფილი 2-ჯერ
T1-ზე. ნუ T1, T2 უნდა გადავიყვანოთ კელვინის სკალაზე. $49 ამოცანა. გამოთვალეთ წყალბადის სიმკვრივე ნორმალურ პირობებში. წყალბადი არის H2 და ნორმალური პირობები არის ტემპერატურა უდრის 0 გრადუს ცელსიუსს და წნევა უდრის ატმოსფერულ წნევას სპენოლს, რომელიც არის 10^5 ნიუტონი მეტრ კვადრატი. სიმკვრივე გვაქვს გამოსათვლელი. წერთ ისევ კლაპერონ მენდელეევის გამტოლებას, PV არის m μ-ზე RT. ორივე მხარე მოდით V-ზე გავყოთ, P არის m გაყოფილი მოცულობაზე RT შეფარდებული μ-ზე. m გაყოფილი მოცულობაზე სიმკვრივეა. ასე რომ P არის ρ μ-T, აქედან ρ გაყოფილი μ-ზე RT, და რო იქნება P გამრავლებული μ-ზე RT. აქ რაც შეეხება μ-ს, ის არის 2-10-3 კილოგრამი მოლზე. ტემპერატურა, რა თქმა უნდა, კელვინის სკალაზე უნდა გადავიყვანოთ, ეგ გამოვა 273 გრადუს კელვინი. მესამოცე ამოცანა. რამდენი გრადუსით უნდა გავოთმოთ ჰაერი ღია კოლბაში, რომ ჰაერის სიმკვრივე ორჯერ შემცირდეს, თუ მისი საწყისი ტემპერატურა 20 გრადუს ცელსიუსია. ესე იგი, სიმკვრივე ორჯერ უნდა შემცირდეს, ესე იგი, ρ2 არის ρ1-ის ნახევარი. ტემპერატურა T1 არის 20 გრადუს ცელსიუსი. რისი ტოლი არის T2. ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ ფორმულა, P არის ρ გაყოფილი μ-ზე RT. ღია კოლბაში წნევა უცვლელი იქნება. ამიტომ დავწერთ, თქვათ, P არის ρ1 μ-ზე RT1, იგივე P არის ρ2 μ-ზე RT2. გაუტოლოთ ეგენი ერთმანეთს, ρ1 μ-ზე RT1 არის ρ2 μ-ზე RT2. R-ები გაიკვეცება, μ-ები გაიკვეცება და ρ1 T1 უდრის ρ2 T2-ს. აქედან T2 არის ρ1 T1 შეფარდებული, ესე იგი, ρ2-ზე. ρ2 არის ρ1-ის ნახევარი, ρ1 T1, ρ1-ის ეს ნახევარი ზეითავა, გამოვა ორჯერ T1. ასე რომ T2 არის ორჯერ T1. 61 ამოცანა. დახშულ ცილინდრში თავისუფლად მოძრაობს უწონო დგუში. მის ერთ მხარეს მოთავსებულია 2 გრამ ჰელიუმი, ხოლო მეორე მხარეს 1 გრამ აზოტი. როგორ იქნება ამ ნივთიერებათა მიერ დაკავებული მოცულობათა შეფარდება, თუ მათი ტემპერატურები ერთნაირია? ესე იგი, ერთ მხარეს არის ჰელიუმი 2 გრამი, m ჰელიუმის, m1 თავნიშნოთ, ეს არის 2 გრამი. მეორეში არის აზოტი N2, რომლის მასა M2 არის, ესე იგი, 1 გრამი. და გაყოფილი არიან ეგენი დგუშით და ტემპერატურები ერთნაირი არის. ესეთ სურათი გვაქვს რა. ესე იგი, თქვათ რაღაცნაირად, აქ პირველი ნივთიერება, აქ მეორე ნივთიერება არის. მთელი მოცულობა V არის. ეს V1 თავნიშნოთ, ეს V2 თავნიშნოთ. დავწეროთ თითოეული ნივთიერებისთვის. ესე იგი, P1 V1, ეს არის M1 μ1 RT1, P2 V2, ეს არის M2 μ2 RT2. გავყოთ ერთმანეთზე, წნევები ერთნაირი არის, ისა R-ები ერთნაირი არის
ტემპერატურები ერთნაირი არის. V1 V2-თან, ეს არის M1 გაყოფილი M2-ზე, μ2 μ1-ზე. აი ესეთნაირად დავადგენთ მათი მასების მოცულობების შეფარდებას. μ1 იყოს, ესე იგი, ჰელიუმის, როგორც ჩვენ ვთქვით, ესე იგი, ეგ არის 4 10-3 ხარისხად კილოგრამი მოლზე. μ2 აზოტი არის 28 10-3 ხარისხად კილოგრამი მოლზე. სამოცდამეორე ამოცანა. ერთ ბალონში, რომლის მოცულობა 2 ლიტრია, აირის წნევა 700 მილიმეტრი ვერცხლის სვეტია. 7 ლიტრა მოცულობის მეორე ბალონში იმავე აირის წნევა 400 მილიმეტრი ვერცხლის სვეტია. რისი ტოლი იქნება წნევა, თუ ამ ბალონებს მილით შევაერთებთ? ტემპერატურა უცვლელი არის. ჩავწეროთ, რომ პირველი ბალონის მოცულობა V1 არის 2 ლიტრი, მან წნევა P1 არის 760 მილიმეტრი ვერცხლის წყლის სვეტის წნევის ტოლია, მეორე მოცულობა V2 არის 7 ლიტრი და მისი წნევა P2 არის მეორე P2 არის, ესე იგი, 400 მილიმეტრი ვერცხლის წყლის სვეტის ტოლია და ეგენი შევაერთეთ მილით და როგორი წნევა დამყარდება. Px არის კითხვის ნიშანი. დავწეროთ თითოეული აირისთვის მდგომარეობის განტოლება. P1 V1 არის M1 μ1T1. აქედან M1 შემიძლია ვიპოვო, ეს არის P1 V1 μ შეფარდებული RT1. ტემპერატურები უცვლელი არისო. ანალოგიურად მეორესთვის თუ დავწერთ, P2 V2 არის M2 μ RT2. აქედან M2 იქნება P2 V2 μ RT2. ეხლა, როდესაც ეს მილით მოხდება მათი შეერთება, ესე იგი, აი ამ საბოლოო ჭურჭლის მოცულობა V იქნება V1 plus V2. წნევა უნდა დავადგინოთ, რაღაცა Px წნევა იქნება. მასა იქნება მასების ჯამი, M1 plus M2 იქნება ამისი საერთო მასა, M და ტემპერატურა უცვლელი არის, თქვათ, იგივე ტემპერატურა, რაც თითოეულში იყო ადრე. ამიტომ დავწეროთ P V პირველს plus V მეორე უდრის M პირველს plus M მეორე შეფარდებული μ-ზე RT-ზე. აი აქ შევიტანოთ M1 და M2. ესე იგი P V, ეს Px არის. Px V1 plus V2 უდრის M1 იყო P1 V1 μ RT1 plus P2 V2 μ RT2 შეფარდებული μ-ზე RT. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ μ-ები გაიკვეცება. აქ μ შეიძლება გავიტანოთ ჩხილებს გარეთ, მოდით გავაკეთოთ მიმდევრობით. Px V1 plus V2 უდრის, ხო? აქ ერთი წილადის ნიშანი იყოს, აქ μ არის, R ჩამოვა ქვევით და ტემპერატურა ჩამოვა. ტემპერატურა T1, T2 და T1 ტოლია. T1 უდრის T2 და უდრის T-ს. ერთნაირები არის ეს ტემპერატურები, ხო? ესე იგი, აქ მექნება P1 V1 plus P2 V2 μ
RT ერი ერთთან გაიკვეცება, მიუსთან გაიკვეცება და ტემპერატურები გაიკვეცება აგერ. და PX-ი ტოლი გამომივა P1 V1 პლუს P2 V2 V1 პლუს V2. ეს არის პასუხი.